მუზეუმი 1926 წელს გაიხსნა და აქ მსოფლიოს 500-მდე გამოჩენილი მხატვრის ნამუშევარია წარმოდგენილი. უკაცრავად, რა მინდა ისიც კითხოთ, ვან გოგის ნახატები გააქვთ? სამწუხაროდ დაცულ ნამუშევრებს შორის ვან გოგი არ გვაქვს. დათო ალექსიძის? ვისი? დათო ალექსიძის. არც დათო ალექსიძის. ხედავთ ესე იგი, ვან გოგის და დათო ალექსიძის ნახატები არ აქვთ. თქვენს წინ წარმოდგენილი ტილოების ავტორი ნიკოლოზ ასლანიძე ფიროსმანიშვილი მსოფლიო მხატვრობაში პრიმიტივიზმის ფუძემდებლად ითვლება. ის მე-19 საუკუნეში 1862 წელს დაიბადა სოფელ მირზაანში. მე დავიბადე 1991 წელს ბათუმში. თუ საერთოდ ქართულ მხატვრობას გადავხედავთ, ჩემი აზრით ფიროსმანი ყველაზე გამოჩენილი ქართველი მხატვარია. ძალიან გთხოვთ, თქვენ აზრს ჩვენ ნუ გვახმევთ. დააკვირდით რა დახვეწილი შტრიხებია. დიდი არაფერი. სხვათაშორის ფიროსმანის ერთ-ერთი ტილო სოტბის აუქციონზე რამოდენიმე მილიონ დოლარად შეიძინა ერთმა იაპონელმა კოლექციონერმა. უკაცრავად, რა მინდა კითხოთ? აი ეს ნახატი მალევე გაიყიდა თუ 1-2 წლის მერე? მეორად მეტი გავიდა. სხვათაშორის ცნობილია, რომ ფიროსმანმა საკუთარი სახლი გაყიდა და 1000 ვარდი აჩქა თავის შეყვარებულს. აი ეს კარგი იდეა. ირაკლი გაგიჟდება. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.